და დაძისათა დასულისა წმინისათა ღმერთმა დაგულოცოთ, გაგურთოთ, შეგეციოთ ხსენებული წმინდანების მადლი და აღსრულებული ლიტურგიის მადლი შეგეციოთ. წავიკითხოთ ისევ დღევანდელ დღეს წასაკითხი სახარება ლუკას მესამე თავის 23 მუხლიდან მეოთხე თავის პირველი მუხლის ჩათვლით. და თავაცა იესოს ეწყოდენ ყოფად მე-30 წელსა, რომელიც საგონებულ იყო ძედ იოსებისა, ელისა, მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა, მატათასა, ამოსისა, ნაომისა, ელისა, ნაგესა, მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდასა, იონანისა, რესაისა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა, იოსისა, ილიაზარისა, იორამისა, მატათისა, ლევისა, სიმონისა, იუდასა, იოსებისა, იონინასა, ელიაკიმისა, ელიასა, მაინანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა, იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმონისა, ნაასონისა, ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდასა, იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარაისა, ნაქორისა, სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაისა, კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა, მათუსალასა, ენუქისა, იარედისა, მალეელისა, კაინანისა, ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა. ხოლო იესოს სავსე სულთა წმინდა მოიქცა იორდანი და მოჰყავდა სულსა უდაბნოდ. ერთობ პირდაპირ შევხედოთ, შეიძლება იფიქროს, რა საჭიროა ეს დეტალები, რა დეტალებითაც ორ სახარებაში, ლუკასთან და მათესთან არის გადმოცემული მაცხოვრის, ეს არის გენეალოგია. ჯერეს ერთი ებრაელებს წინდაცინვე ქონდათ ის მიცემული, რომ მაცხოვარი უნდა განკაცებულიყო. ჯერ ერთი მოდი დავიწყოთ, რომ თითო ჯერ მათი ქორწინება ტომობრივი იყო. შემდგომ კიდე ყველა შეძლების და გვარად ცდილობდა, რომ სოდნოდა თავიანთი გენეალოგია, ვისგან მოდიოდნენ, რომელი ტომიდან იყვნენ და ასე შემდგომ. შეიძლება დღევანდელ დღესაც ეს ყველაფერი უწყიან მათ. და ერთ-ერთი გადმოცემა არსებობს, მეორე საუკუნის მამა იოსებ აფრიკელი, ესე მოიხსენება, რომელიცაც ჰქონდა გადმოცემა და განმარტება ამ გენეალოგიისა, თვითონ გასაუბრებული იყო იმ პერიოდში ღვთისმშობლის ნათესავები რო იყვნენ ცოცხალი. იმ პერიოდში ჰქონდა წარმოიდგინე გასაუბრებული სადღაც 100 რომელიღაც წელში მათგან ამ გენეალოგიის შესახებ და შემდგომ უკვე ცირედი განმარტება თუ როგორ განიმარტებოდა რაღაც დეტალები რო არის ცნობილი. მისგან ვიცით ამ და მით უმეტეს პირველ წყაროდან თვითონ უშუალოდ ღვთისმშობლის ნათესავებისგან. და ესეთი შემთხვევა ნახეთ, მათესთან ცოტა სხვანაირად არის აღწერილი, ლუკასთან სხვანაირად. ეს შეიძლება იფიქროს, რომ რამე ერთმანეთთან ცდომილებაში ხომ არ მოდის. აი სულ ერთ შემთხვევას მოვიყვან, ან ორ შემთხვევას, მაგალითად ლუკასთან წერია, რომ იოსებზე, ანუ ღვთისმშობლის დამწიდველ იოსებზე წერია, რომ არის ელის ძე, მათესთან წერია, რომ იაკობის ძე არის იოსები. ეს არ უნდა იფიქრო რაღაცა შეცდომა არის და ერთმანეთს უპირისპირდება სახარება. ეს ნახეთ რას ნიშნავს, როდესაც ესეთი წესი არსებობდა, რომ როგორც თავიდან აღვნიშნე, შვილიერება ძალიან კურთხევად ითვლებოდა და ძალიან მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ გამრავლებულიყვნენ, რომ ყველას ჰქონდა სურვილი იქნებ ჩემი ტომიდან, ჩემი ოჯახიდან, ჩემი გვარიდან მოევლინოს მესია, ხსნელი სამყაროს. და გამრავლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში ადამიანებისთვის, წარმოიდგინეთ. მრავალ შვილიანობა, მაგრამ ხდებოდა ესეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი გარდაიცვლებოდა, ქმარი გარდაიცვლებოდა და მას შვილი არ რჩებოდა, ესეთი ლევირატის წესი ესე ერქვა. როდესაც შვილი არ რჩებოდა, მისი ძმას უნდა მოეყვანა იგი ცოლად, აღედგინა თესლი, ხოლო ეს შვილი არა მისი ძმის ეწოდებოდა, არამედ იმ გარდაცვლილისასთან. ხორციელად მისი იყო, მაგრამ გარდაცვლილისად იწოდებოდა, რომ აი ესე ვთქვათ, მისი გვარი გაგრძელებულიყო. აი ამ შემთხვევას ხვდებით აქ და კიდე რამდენიმე ადგილი არის ხსენებული მოციქულები, როდესაც სხვადასხვა მხრიდან უყურებენ, აი ეს სახელების უზუსტობა მაგხრივ, თორემ ერთ და იგივე პიროვნებებზე საუბრობენ და ერთ და იგივე პიროვნების გენეალოგიაზე საუბრობენ. ელით იწოდება, ელიათი იწოდება ლუკას სახარებაში იოსების მამა.
ეს ელი იყო გარდაცვლილი. მისი ქვრივი მოიყვანა ელის ძმამ იაკობმა და ეს ორივე მამათ არის ერთს მათეს უწერია, მეორეს ლუკას უწერია. მაგრამ სხვადასხვა პიროვნებაზე არ არის საუბარი. ერთ და იგივე პიროვნებაზე საუბარი. ერთი ხორციელი მამა, მეორე ჯულიერი მამა არის. და ასეთი რამდენიმე შემთხვევა ხდება კიდევ ამ გენეალოგიაში. ასევე რატომ მოიხსენიებენ მოციქულები გენეალოგიას? და ნახე ლუკა იწყებს და მიდის თვითონ ღმერთამდე. იმ პერიოდში მწვალებლობებმა იჩინა თავი, რომელი მწვალებლობებიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ როგორ შეიძლება უთესლოდ, უმამაკაცოდ განკაცდეს ადამიანი, ანუ იშვეს ადამიანი. პირდაპირ სწავლება მაშინვე რა თქმა უნდა ხო გაუცელდა, რომ ეს არის ღმერთი, რომელმაც ხორცი შეისხა, მაგრამ ღვთისმშობელმა მამაკაცის გარეშე შვა იგი. და ნახეთ, ამ გენეალოგიით, სადაც იწყებს ჩამოთვლას ლუკა მახარებელი, ამთავრებს ღმერთამდე, მიდის ღმერთთან. და რატო? და გვახსენებს, გონების თვალით მივყავართ ყველა. თუ პირველი ადამიანი ყველანაირი ხორციელი ურთიერთობის გარეშე შექმნა ღმერთმა, ნუ თუ ძნელია რომ ღმერთი განკაცდეს და იშვას ადამიანი ჩვენიერ მამაკაცისა. ანუ ამ სწავლებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ეს სწავლება ამ სწავლებას გვაძლევს ლუკა მახარებელი, რომ გონებით ღმერთამდე მივდივარ და რომ ყველანაირად ის სრულ სწავლება გაეკარწყლებინა, რომელიც სრულ სწავლებებიც იმხანად უკვე პირველი საუკუნის მიწურულს და შემდეგ უკვე მეორე საუკუნეში იჩენენ თავს, რომელიც დღევანდელ დღემდეც მოდიან კიდევაც. და კიდევ რა საოცარი რამ არის, რომ აქ გენეალოგიაში კიდე ნახსენებია ქალბატონები, რომლებიც მეძავნიც იყვნენ, წარმართებიც იყვნენ. მაგრამ გენეალოგიაში მათი სახელები შესული არის, წარმოიდგინე. და იოანე ოქროპირის ვავს კითხავს, ой, მოციქულნო, როგორ ვახსენებთო თუნდაც მაცხოვრის ნათესავებში ამ ქალბატონებს. მაგრამ იოანე ოქროპირი ესწემს პასუხს, ზუსტათაცო. აი აქ გამოიხატება მაცხოვრის უდიდებულესობა, აქ გამოიხატება მაცხოვრის უდიდესი სიმდაბლე. წარმოიდგინე, ჯერ როგორ უმდაბლეს ღმერთი, როგორ ხორცს ისხამს, როგორ სულს, როგორ დაუძლურება, როგორ ცოდი დაცემულ ხორცს ისხამს მაცხოვარი. იღებს ადამიანურ ბუნებას და მე ამ ადამიანურ ბუნებაში და მის სანათესაოში კიდევ ესეთი ხალხი იხსენიება. რატომ? იმიტომ რომ აქ როგორც სოდვილებია ნახსენები, ისევე წარმართები. რატომ? იმიტომ რომ მაცხოვარი მოდის ზუსტად ჩვენ ყველასთვის, სოდვილებისთვის, წარმართებისთვის, სამყაროსთვის მოდის და პირდაპირ არ თაკილობს თვითონ განკაცებული ღმერთი, რომ მის შთამომავლობაში ზუსტადაც ეს სოდვილი ადამიანები შესულიყვნენ. სოდვილი მოქცეულნი, რჯულში მოყვანილნი და დიდი წვლილისა და როლის მატარებელნი მაცხოვრის ამ გენეალოგიაში უდიდესი როლი ითამაშეს. მაგრამ უწინ იყვნენ მეძავნი, უწინ იყვნენ წარმართნი, მაგრამ ესეც შესულია და ამიტომაც აი ამ ყველაფერს რო უყურებ, შეხედეთო ღვთის თავმდაბლობას. ღმერთი გახდა ჯერ ადამიანი და მე როგორ საზოგადოებაში და ზუსტად არ ითაკილა რომ აი თუნდაც ესეთი წინაპარნი ყოლოდათ. რატომ? იმიტომ რომ მაცხოვრის დიდება არ ზენს მეტს, ესე რომ ვთქვათ, წინაპრების დიდებულება. წინაპრები ცოდვილი ყმანა ღმერთია, ქრისტე, განკაცებული ღმერთი. და ამიტომაც ერთ-ერთი სწავლება ამითაც თუნდაც იმხანად საზოგადოებაში რომ რაღაც დიდი რომ ესე რომ ვთქვათ, ამაყობდნენ რომ ჩვენ წინაპრები აბრაამისნი ვართ, იმისნი ვართ, რომ თითქოს ეს აძლევდა ადამიანს სიდიდეს. ეს არ აძლევდა. წინაპრების დიდება შენ თუ არ იცხოვრებ ისე, როგორც უნდა იცხოვრო, არაფერს სასიკეთოს არ მოგცემს. ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ დღევანდელობაში არის, აი დიდი წინაპრები ყავდა. კი, ვიღაცა დიდი იყო, ვიღაცა სუსტი იყო და პატარა იყო. მაგრამ არც მათი სისუსტე, არც მათი დიდება ჩვენ ვერაფერს შეგვმარტავს, თუ ჩვენ არ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე. როგორც აზროვნებით, ისე სულიერებით, ისე ეროვნულობით და ასე შემდგომ. ერთმა დააგვიწყოთ, გაკურთხა იმ მცირედით შევეხოთ, ორი კიდე ბევრი დეტალია თითოეულ სახელთან დაკავშირებით, თითოეულ რატო იყოფა სამ ნაწილად და ასე შემდგომ.
ნათესავდა რაოდენობაზე და ამაზე მეტად აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. ანუ ეს რამდენიმე დეტალი გამოვკვეთოთ, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, რომ აი ეს გავიგოთ, ეს ვიცოდეთ, როცა მოვისმენთ რა მაცხოვრის გენეალოგიას, პირველ ჩვენი ფიქრები აი ამ დღევანდელ დღეს განმარტებისაკენ მივმართოთ, ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ, მშვიდობა და სიკეთე მოგმალოთ. ამინ.